დღეს მაგდა ესაუბრა BBC-ს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს და აღნიშნულ კითხვებზე პასუხს სწორედ ამ ინტერვიუში შეიტყობთ. ეხლა კი ვნახოთ ეს მაგდას მიერ მომზადებული ვიდეო. დღეს ვსაუბრობთ მარკეტინგის, მედიისა და რეკლამის ურთიერთმიმართებაზე. ახდენს თუ არა გავლენას რეკლამის ხარისხის ზოგად მედია სტანდარტზე. თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ სარედაქციო კუთხით, ყოველ მედიას ყავს კლიენტი. ეს კლიენტი არის აუდიტორია და სწორედ მას უნდა მოარგო ყველაფერი. ასე რომ რეკლამა არის შინაარსი. არსებობს სარედაქციო შინაარსის მედია და არასარედაქციო. თუ კი შენ სთავაზობ მაღალი ხარისხის რეკლამას, ეს არის არაჩვეულებრივი და თუ კი შენ სთავაზობ მაღალი ხარისხის შინაარსობრივ სარედაქციო რეკლამას, აუდიტორიას ეს კიდევ უფრო უკეთესია. სწორედ ამიტომ, თუ კი შენი მიზანი არ არის მაღალი ხარისხი, ეს ძალიან ცუდია. შენ მალევე დაკარგავ მაყურებელს და პროექტი არ იქნება წარმატებული. დამარცხდები შეჯიბრში, რადგან მედია არის შეჯიბრი. როგორ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებამ აღიქვას რეკლამა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი? სხვადასხვა გზებით, იმიტომ რომ ყოველ ქვეყანას სხვადასხვა აუდიტორია ჰყავს. და ძალიან რთული აუდიტორიების შესწავლა. ბევრად მარტივია საქართველოში შექმნა ისეთი სატელევიზიო რეკლამა, რომელიც მთელს ქვეყანას მოეწონება. მაგრამ შენ ვერ მიიღებ კარგ შედეგს იგივე რგოლით აზიაში, ან ევროპაში, ან ახლო აღმოსავლეთში. შეჯიბრისას უნდა იცოდეს საკუთარი უნიკალური მახასიათებლები და სწორედ ისინი უნდა იყოს უნიკალური და ეს უნიკალურობა უნდა გახადო პრიორიტეტული. შემდეგ კი უნდა დარწმუნდე, რომ სწორად ახდენ საკუთარი პრიორიტეტებისა და სასურველი გზავნილების დახარისხებას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სატელევიზიო რეკლამაზე, ეს არ არის მხოლოდ სურათი ან მუსიკა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მთხრობელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან ეს გაძლევს საშუალებას, რომ ქვეცნობიერი ზეგავლენა მოახდინო ადამიანის გადაწყვეტილებებზე. ირიბად უკან ნახო ხალხს, რა აკეთოს. კიდევ ერთი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ძალიან დიდი სატელევიზიო რეკლამები გაქვთ. 60 წამი ან მეტი არა და სტანდარტი 30 წამია. ასე რომ უნდა აწარმოო 30 წამიანი სატელევიზიო რეკლამა და შემდეგ შეგიძლია 2, 3, 5 წუთიანი რგოლების გაკეთება, მაგრამ არა სატელევიზიო. შეგვიძლია შევაჯამოთ და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის ზოგად მარკეტინგულ პოტენციალზე. ამ სფეროს განვითარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ. პარტნიორებმა, სატელევიზიო არხებმა, სარეკლამო კომპანიებმა, ექსპერტებმა უნდა ეცადოთ, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოთ. უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ, უნდა დააკვირდეთ, თუ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები. ამ დროს ბევრ რაღაცას ისწავლით. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შედეგიანი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჟურნალებზე, ბეჭდურ მედიაზე, ეს ბევრად მარტივია, რადგან იოლად ხელმისაწვდომია მსგავსი რეკლამები, მაგრამ ტელევიზიას ეს არ ეხება, რადგან ყველა რეკლამა არ მოიპოვება YouTube-ზე, სადაც ძირითადად ეძებთ. თქვენ არ უყურებთ ინტერნაციონალურ არხებს. არა და YouTube არ არის გამოსავალი, რადგან სხვადასხვა კანონის გამო ყველანაირი რეკლამის ატვირთვა ვერ ხერხდება. თუ კი რეკლამაში პოპულარული, ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ, ისინი რეკლამას ხელმისაწვდომს მხოლოდ 1 წლით ტოვებენ. ეს იყო ინტერვიუ BBC-ს მარკეტინგული მენეჯმენტის რეგიონულ წარმომადგენელთა სერგეი სტანოვკინთან, რომელმაც ისაუბრა მედიის მარკეტინგისა და ჩვენი ქვეყნის მარკეტინგული პოტენციალის განვითარების შესახებ.